ვიდეოში გადავწყვიტე მოგიყვეთ ხელნაკეთ აგურებზე, როგორ და რისგან კეთდება და რა ფუნქცია აქვს. ცოტა ხნის წინ აგურების სამყაროში ირანში ვიმოგზაურეთ და აგურების შექმნის ყველა პროცესს კიდევ უფრო კარგად გავეცანით. ეს თიხაა, რისგანაც მზადდება აგური. ეს თიხა სხვადასხვა საბადოებიდან არის და სხვადასხვა ფერის არის. აგურის ფერებიც ესე მიიღება, ის ბუნებრივია და არ იღებება. სულ მაინტერესებდა ხელნაკეთი აგური რამდენად ხელნაკეთი იყო. ეს რომ ნახე, ნამდვილად ყველა ეჭვი გამიქარწყლდა. ყოველივე ეს დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. აქ თითქმის არ წვიმს. მზე აუცილებელია, რომ ფორმები გამოშრეს. ჩვენც ვცადეთ სხვათა შორის და პირველი ცდისთვის მგონი ცუდი არ გამოვიდა. ახალი მოზელილი აგური ჯერ მზეზე შრება, შემდეგ კი ქურაში შედის. სხვათა შორის სულადაც ქურა ქვია. ჩვენ ეს ქურებით ძალიან მოგვეწონა. ყველაფერი იმდენად ტრადიციული და ძველი ყაიდის იყო, რომ აქ რომ მოვედით, თითქოს დროში ვიმოგზაურეთ. ამ ყველაფრით კი ისეთი საოცრებები იქმნება, რომელიც საუკუნეებს უძლებს და ჩვენნაირი ტურისტები დღემდე აღფრთოვანებაში მოყავს. که خوردم از دهان بندی در این دریا